სოფლის წიგნების ფონდს, რომლის დიდი ნაწილი სკოლებში, იატაკზე, ყუთებში, ტომრებში და მერხების ქვეშაა მიმოფანტული, აჭარის განათლების სამინისტროს განათლების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შუშანა სურმაინძე შინაარსობრივად და მორალურად მოძველებულს უწოდებს. რაც გულისხმობდა სურმაინძე მორალურად დაძველებულ წიგნებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს ვერ გაურკვევია. გიორგი კეკელიძე მიიჩნევს, რომ ყველა ბიბლიოთეკაში წიგნის ერთი ეგზემპლარი მაინც უნდა ინახებოდეს. მისივე თქმით, 9 წლის წინ სოფლის ბიბლიოთეკების გაუქმება შეცდომა იყო. საჭიროა შტატების გადამზადება და ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა. სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენის მიზნით დიდაჭარისა და ხიხაძირის სოფლებში სამუშაოები უკვე დაწყებულია. საქმე ეხება ერთი მხრივ წიგნს, მეტნაკლებად საკრალურ ამბავს და მეორე მხრივ შეიძლება ლიტერატურას, რომელიც სრულიად მოძველებულია და არავისთვის გამოსადეგი არ არის. იმის გარკვევის მერე უნდა მოხდეს ის მაკულატურაში, რაც ჩვენ გავარკვევთ, ის მართლა არის მოძველებული, ყველანაირად თუ ამ შემთხვევაში უბრალოდ ადამიანებს მისი გადაყრა სურდათ. ძალიან ძნელია, თქვათ, აი ამ 10 წლეულის განმავლობაში, იქნება თუ 20 წლეულის განმავლობაში დაკარგული ამ თქვათ განადგურებული წიგნებისთვის ყველას პასუხისმგებლობის საკითხის დასმა, ეს ძალიან რთული იქნება, ამიტომ ჯობს რომ რაღაცები თავიდან დაიწყო.